კარგი. დავიწყოთ ჩვენი დღე. დილა მშვიდობისა მეგობრებო, კიდევ ერთ შესანიშნავი დღე გათენდა ჩვენ სოფელში. თბილი დღე იქნება, როგორც ხედავთ. ძალიან კარგი ამინდია. ცივი არ არის უკვე, ალბათ თბილისშიც დაცხა. დამიწერეთ კომენტარებში თუ ასეა. კარგი. ეხლა ავდგები და 1 კილომეტრს გავირბენ. 1 კილომეტრი სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ გამოფხიზლდე რა, აი სრულიად. კარგი. ჩავირბენ და ამოვირბენ მეგობრებო. წავედი. კეტების სირბილი უფრო მიადვიდება. მანქანა ხო არ მოდის. არა. აჯიმანიები უცებ. არ ვჭედებით, გახურებული ვარ. წავიდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 მაგარია მეგობრებო. ენერგიაზე ვარ. საოცარი. ესე ჩვენი შოთა მეგობრებო. ბუქრები ჭერია ხო? აბა რა. წავედი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 კარგია. 4 მისვლას გავაკეთებ. 1000-ობით ხეუცხო მოყმე ვიმე. ჯდამტირარი წყლისა პირსა. მაგარი ხარ, შეც მაგარი ხარ, მეც მაგარი ვარ. ორივე მაგრები ვარ. 2 წუთი ჩამოვჯდები. ოპა, კარგია. ბუგატია მართლა. ერთი რაღაცა მინდა გითხრა მეგობარო. ჩემგან სიტყვიერ мотиваციას ვერ მიიღებ. ჩემგან მიიღებ მხოლოდ პრაქტიკულ мотиваციას მეგობარო. საქმის გამკეთებას, ასე რომ ვთქვათ. კარგი მეგობრებო, ეხლა სახსავალაგებ, მოწესრიგდები და შევდგები საუზმის მომზადებას. რას ფიქრობთ? რას მოვამზადებ საუზმედ? იმას, რასაც თქვენ ფიქრობთ, თუ იმას, რასაც მე ვფიქრობ. კარგი, წავედით. ოპა. დაიმახსოვრეთ, კბილების დახეხვა დილით და საბამით მეგობრებო. არ დაგავიწყდეთ. ჩვენი გამოცდილი საწოლიც გასწორდა, ესე რომ ვთქვათ. კარგია. რა მაგარი დღე არის. ძალიან თბილა დღეს მეგობრებო, ძალიან სასიამოვნო გარემოა. ეხლა კი დადგას საუზმის დრო და თქვენი აზრით რას მოვამზადებ? რას მოვამზადებ მეგობრებო? ყველა ალბათ ბლინებს ფიქრობთ. არა მეგობრებო, ბლინებს აღარ მოვამზადებ. მოვამზადებ კვერცხს ბეკონთან ერთად და ამას თქვენ ნახავთ თუ როგორ მოვამზადებ. პორტოხლის წვენი 100%-იანი იქნება. რა თქმა უნდა, გავაცხელოთ ჩვენი ტაფა მეგობრებო. ასევე ჩავთოთ გამწვევი. ჩავაწყოთ ახლა ბეკონი. ვაიმე რა მაგარია. ჩავწოვიდა. ასე. ცოტა სწრაფად ნიკა, ცოტა სწრაფად. აი ეს. ერთის ალბათ ჩაეტევა. აჰა. ძალიან კარგი. როგორც ხედავთ, ძალიან მაგრად იწვება. თან როგორ პატარავდება მეგობრებო? ძალიან. კარგი, ამოვატრიალოთ უკვე. ნახეთ როგორ ლამაზად არის შემწვარი. ყველა საკითხავად ამოვატრიალოთ. ოპა. ძალიან მაგარია მეგობრებო. ერთი ცალი კვერცხი. აბა. ერთი ცალი საკმარისია. ჩვენი კვერცხის გამზადდა მეგობრებო. შეხედეთ რა მაგრად გამოიყურება. ძალიან მაგრად. როგორც იცით, ასნაირად შეიძლება კვერცხის მომზადება, ამიტომ მე ნომერ პირველი ვარიანტი ავარჩიე. აი, ეხლა დავდებ.
აი ეს. ბეკონი და კვერცხი მზად არის. ეხლა უცებ ფორტოხას დავწურავ მეგობრებო. ნახეთ. ეს ადგილობრივი ფორტოხალია. და ესეც უკანასკნელი ალბათ აიფსება. ნახოთ. შესანიშნავი კვერცხი და ბეკონი. ჯერ ბეკონს შევჭამ მეგობრებო. გავსინჯო როგორია. კარგი გამოვიდა. ფორტოხლის წვენის ტკბილია. პირველ რიგში მეგობრებო, მინდა რომ უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ. რადგან ხედავ როგორ ედიტებს აკეთებენ და როგორ კომენტარებს წერენ, ასე ვთქვათ, ინტერნეტში. და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისათვის. ძალიან ბევრი როწეს, ერთი ჰეითერი არ ყავს ამ ვიდეო. მაგაზე მეცინება. და ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორც წესი, ერთი ვიღაცა გამოხდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში გადავჭით და არც უნდა ველოდეთ, ასე მგონია. ძალიან ბევრი კომენტარი იწერება. ძალიან ბევრი კომენტარი და ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, რამდენი წლის ვარ მე? მე ვარ 23 წლის მეგობრებო. ჩემი სიმაღლე შეადგენს 1.84 m. 135 კილო. და ამ 100 როგორც იცით 124 დღიან ჩელენჯს დავიწყებ ახლა. და ჩემი წონა შეადგენს შემდეგ 80 კილოს. დავიკრებ ძალიან ბევრს და ძალიან სწრაფად. ბეკონი. ერთხელ მაინც გასინჯეთ. თუ არა გაქვთ გასინჯული და ძალიან მოგეწონებათ. სუპერი. ასევე ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა. ძალიან მაგარი ხარისხია, რითი იღებ ვიდეოებს. გვანახე. 100%-იანი მეგობრებო, გაჩვენებ დრონსაც და ჩემ კამერასაც. სარკეში რა თქმა უნდა. თორე როგორ ვიღებ, ესე ხო ვერ განახებ. და ასევე გეტყვით, თუ როგორ შევიწინე ეს ყველაფერი, რა გამოვიარე ამისათვის. აი მე პრიკოლი მეგობრებო. სუ. მაგარია. ბეკონი მაგარია მეგობარო. კარგი. ახებთ მეგობრებო ჩემ აპარატურას. აი მეგობრებო. ესე ჩემი აპარატურა. ასევე ჩემი მხეცი დრონი. DJI FPV-ის დრონია. ზემოთ კი მიყენია GoPro 11. მეგობრებო, ასევე DJI სტაბილიზატორი, Ronin RS3 და ზემოთ Sony-ს A7 A74, ორივენაირად ეძახიან. კარგი მეგობრებო, დავიწყებ დრონით და გეტყვით თუ რა დრონია და როგორ შეგიძლიათ აი ესეთი დრონის ქონა. DJI FPV-ის დრონი მეგობრებო, ძალიან სწრაფი, ძალიან ხარისხიანი. როგორც ვიცი, საქართველოში გიორგი დანელიას აქვს DJI-ის ფილიალები და ჩემგან რეკომენდაცია მეგობრებო, აი ეს დრონი. შეიძინეთ, იმედს არ გაგიცრუებთ, ასე რომ ვთქვათ. ძალიან მაგარი და ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. თუ გინდათ, ერთ დღეს ამის განხილვასაც გავაკეთებ. აი მეგობრებო, შეხედეთ რა მაგარია უბრალოდ. რაც მე დავხარჯე აპარატურაში, ასევე მაქვს კომპიუტერი, MacBook-ი. და თავის ჩიპები, თავის აქსესუარები, რაღაცეები და სულ ყველაფერი დამიჯდა დაახლოებით $8,000. კითხვა ჩდება ახლა. საიდან ამდენი ფული? და რატო გადავიხადი ამდენი ფული ამდენ რაღაცაში? მეგობრებო, წელნახევარი ვიმუშავე პოლონეთში. ოფლი დავუვარე, ასე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს, ედიტორებს მივმართავ, თუ მოგინდებათ პოლონეთში გატარებული დროის ვიდეოები, მომწერეთ და გამოგიგზავნით და რა ვიცი, კარგი ედიტი გამოვგივათ, ასე რომ ვთქვათ. ასევე შევიძინე მიწა და ჩემი უმაგრესი ბუგატი. კი მეგობრებო, აი ამის ფასი ღირს ბარდო ბუგატი. კარგი, გავაგზავნოთ ჩვენი დღე. ეხლა ჩავალაგებ რაღაცებს და წავალ პირდაპირ აღმართზე მეგობრებო.
აღმართზე და შემდეგ ცივ წყალში. მაინტერესებს ცივი წყალი რამდენი გრადუსი იქნება. წავით. რა კაი ამინდია მეგობრებო. მაიკა გამოვიცვალე. ეს მაიკა სულ დამისველდება აღმართზე სიარულის დროს. ამიტომ ეს დასველდეს და გამოსაცვლელი მაიკაც მაქვს. კარგი, აბა მივიდეთ ჩემ ბუგატისთან და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება. ჩემი ბუგატი მეგობრებო, ჩემი ბუგატი. BG მეგობრებო, BG. ვაუ. დავიწერით მეგობრებო, დავიწერით. აბა. ოპა. საფრთხეობა პირველ რიგში. ვამოვედი ჩემ ბუგატის აქ დავტოვებ ახლა და დავიწყებ სიარულს და როგორც იცით არ უნდა გავჩერდე. კილომეტრი ნახევარი გზა არის აღმართი ასვლისთანავე უფრო და უფრო რთულდება აღმართი. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა გავჩერდე. მიზანი ეგ არის. ეს აღმართი კილომეტრი ნახევრიანი აღმართი იმას უდრის, რომ დაახლოებით 10 კილომეტრის წორზე რო ირბინო, დაახლოებით ეგეთია ამ კილომეტრი ნახევრიანი აღმართის დალაშქვრა. კარგი, დავიწყო სიარული ნახევარი გზიდან შემოგიერთებით მეგობრებო და ნახავთ თუ როგორი დაოფლი და როგორი სველი ვიქნები. ნახევარი გზა გამოვიარე მეგობრებო. ზემოდან რომ მეცვა ხოლმე, უფრო ვიოფლებოდი. მაგრამ დღეს ძალიან არ დავიოფლე. და ძალიანაც არ დავიღალე. უნდა აღნიშნო, აი ზემოდან უფრო თბილად რომ მეცვა, უფრო ვიღლებოდი ხოლმე, მაგრამ დღეს არ დავიღალე. კარგი, ბოლოში რომ მივალ, ჩაგერთვებით, განახებთ ჩვენი აისბერგი. როგორი გამდნარი იქნება ალბათ, რადგან ძალიან ათბა უკვე. კარგი. წავედით. ამოვახციე, ერთხელაც კი არ გავჩერებულ ვარ. აი ახლა განახებთ აისბერგს. როგორც ხედავთ, უკვე დნება, ჩანჩქერიც დნება და აისბერგიც. მთელი გზა სულ წყლიანი იყო, რადგან ესე ჩაედინება. ცოტა ქარია, მაგრამ არა უშავს. ეხლა დავიწყებ აზიდვების და ბუქნების გაკეთებას. წავიდა. იტინიკა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. კარგით მეგობრებო, 4 მისვლას გავაკეთებ ნახევარწუთიანი შესვენებით. მაგარ ხასიათზე ვარ. ასე რომ ვთქვათ, ჩილ ხასიათზე. როგორც იცით, გაზაფხულიც მოვიდა, ნელ-ნელა გამწვანდება აქაურობა და ძალიან გალამაზდება. ისე ვარ. წავიდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. შესანიშნავი. ცივი მდინარე მეგობრებო, ეს არის ადრენალინი, დოფამინი და ყველაფერი ერთად. მორჩა, მაგ წყალში რომ ჩავდივარ, ეგრევე გიждები. ანუ კარგი გაგებით გიждები, ისეთი ენერგიაზე მოვდივარ და ისე რა ხასიათი მეცვლება საოცრად რა. კარგი. აი ამას თქვენ თვითონაც ნახავთ. 1 2 და 3. მეგობრებო, ჩამოვედი აღმართიდან და როგორც გითხარით, მაინტერესებს წყლის ტემპერატურა. გავზომავ ახლა და განახებ თუ როგორი უნდა იყოს ცივი წყალი. ესეც ასე მეგობრებო, 2.8 გრადუსი. ამაზე ქვემოთ არ ჩამოდის. ძალიან ცივია. წარმოიდგინეთ, საიდან მოდის. ვაიმე, კარგი, რაც არის ეგ არის. ჩავალ. მოდით მეგობრებო, გეპატიჟებით ცივ წყალში. მოდით. არ გინდათ? რა სიძახით მეგობრებო? კარგი, ჩავალ ეხლა რა. ვიცი რომ ცივია, მაგრამ რა უნდა იყოს ისეთი. ვაიმე. სერიოზული ცივია. აი სერიოზული. თუმცა დავარეგულირო,
დამაცადეთ. არა. ძალიან მაგარია. აბა შემოუტრიალდები. დინება გაძლიერდა მეგობრებო. ჩუსტი ხო წაიღო. ახლა შეიძლება მე წამიღოს. ვაიმე. ძალიან ცივია. იმენა ადრენალინი. დოფამინი. ეგრევე იგრძნობა. ეგრევე. როგორც გითხარით, კი არ ქცივა, არამედ იყინები მეგობარო. იყინები. ეს სულ სხვა გზნობა. და უნდა გამოსცადო აუცილებლად. მდინარი წავიღო. მდინარის წყალი სხვანაირად ცივია. არა. არა, შეჩვეული ვარ როგორც ჩანს. ისე არ მიფულდება. ცივი წყლის თერაპია. სულ სხვა არის, სულ სხვა. კარგი ამოვა. არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა. ამოვედი. გამოვიცვალე მაიგას ის დაოფლილი იყო. ასე რომ ჩვენი ცივი დინარის თერაპია დამთავრებულია. ძალიან მშვიდად ვარ. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ. მოდუნებული ვარ. კუნთების მასაჟისა გააკეთა ამ წყალმა ასევე თუ რომელიმე კუნთი გაქვთ დაჭიმული ცივ წყალში ჩასვლის დროს ისეთ მასაჟივით გიკეთებს, რომ ძალიან დუნდები. ავდგები და წავალ ლამაზ ტყეში. მოვამზადებ უგემრიელეს ქათმის ბარკლებს. დამიწერეთ კომენტარებში თქვენს თუ გიყვართ ცივი მდინარე. ცივი მდინარე მეგობრებო. აი მეგობრებო, ასეთ შესანიშნავ ადგილას მოვედი. ნახეთ რა მაგარი ადგილი არის. თან მაქვს წამოღებული თუჯის ტაფა. ნახეთ. უკვე მოუმზადე თავისი ადგილი. რა თქმა უნდა, ახლა ცეცხლს დავანთებ აქ და განახებ მთელ ამ პროცესს. გადავდებთ ამ ტაფას და ცეცხლს დავანთებთ მის ქვემოთ. ანუ ტაფა იდოს და ცეცხლი დავანთოთ, ეგრე არა. პირველ რიგში ცეცხლი დავანთოთ. ერთხელ უკვე ჩაიწვა, რაც დავანთე, ამიტომაც ახლა თუჯის ტაფას დავდებ. მოიცადეთ. აი ეს. ძალიან მაგარია. მყარად არის, რა თქმა უნდა. კარგით მეგობრებო, დავასხავ ახლა ზეითუნის ძეც. ქათმის ბარკლები, ასე რომ ვთქვათ, ზეითუნის ძეთში კარგად იწვება. ახლა დავდებ ქათმებს, აი. ერთი და ესეც მეორე. დაველოდოთ ახლა შეიწვას. ნახეთ მეგობრებო, როგორ შიშხინებს. ამოსატრიალებელიც მაქვს ამოღებული. არ გეგონოთ რომ არა მაქვს. ოპა, ჯერაკლია. ჯერაკლია. აბა ვნახო თუ როგორ არის შემწვარი. ვაიმე, ვაიმე. ვაიმე ძალიან მაგრად მეგობრებო. აი ზუსტად რო არის ახლა ამოსატრიალებლად. ასევე ნიოს ჩაუყრი, რომელიც ასე არ გავფრინდა, ისე ჩაუყრი. გარედან შეიწვევა და შიგნიდან ძალიან რბილი გამოვა. აი, ირგვლივ ჩაუყრი. შეიწვი. ძალიან მაგარი გამოდის. ცოტა შეიძლება ცეცხლი ბევრია, რადგან ამის კონტროლი შეუძლებელია ახლა. გავიდა რამოდენიმე ხანი და ისევ ამოვატრიალოთ. ვაიმე რა მაგარია მეგობრებო. ძალიან მაგრად იწვება ჩვენი ქათამი. აი. სუპერი. შესანიშნავია. შესანიშნავზე კარგი სიტყვა რა უნდა იყოს. აი. მეუბნებია ხშირად ხმარობო ამ შესანიშნავია. მაგრამ მართლა შესანიშნავია და რა უხნა. რა მაგრად იწვება ბუნებაში ქათამი. დაიმახსოვრეთ, ამ სოფელში რო ჩამოხვათ,
მე ვიქნები თქვენი შეფ-პოვარი ბუნებაში. ასევე სოკო და პომიდორი ან პამიდორი, როგორც გინდათ იხმარეთ. მე ორივენაირად ხმარობ. ორივე პომიდორიც მაქვს ამოღებული და პამიდორიც და სოკოც. სოკოსაც ჩავყრი ცოტა ხანში, ჯერ არა. ჯერ უფრო კარგად უნდა დავბრაწო ეს ჩემი ქათამი. მეგობრებო, მოდით მეგობრებო. ძალიან მაგარი, ძალიან. ნახეთ როგორ იწვება ოქროსფრად მეგობრებო შეხედეთ. მზეც უკვე მთას ეფარება ნენერად. მზე არ ჩადის, უბრალოდ მთაში რო ვარ, მეორე მთას ეფარება. ამიტომ მზე აღარ გამოჩდება, მაგრამ ხო იცით მეგობრებო, მე ბოლომდე დავამთავრებ ამ პროცესს. სოკოები დავრეცხი მეგობრებო, სუფთა. ეხლა ჩავყრი სოკოს. საკმარისია. ერთი კაცისთვის სრულებით საკმარისია. რა თქმა უნდა, ამას ორივეს ვერ შევჭამ. ბუნებაში კერძის მომზადებას სულ სხვა ცოდნა სჭირდება. სახლის კულინარია არ გამოგადგებათ. საერთოდ, რადგან გაზის კონტროლი შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ცეცხლის კონტროლს ვერ ისწავლით ბუნებაში. როგორც გითხარით, თუჯის ტაფა, ტყის ტაფა, მთის ტაფა, მაგრამ დაიმახსოვრეთ მეგობრებო, ძალიან მძიმეა, ძალიან. ქათამი, სოკო, აი იდეალურად ჯდება ბუნების კერძში, რა ესე რა ვთქვა. ვაუ, მეგობრებო, კიდევ ამოვატრიალებ ერთხელ ქათამს. ნახეთ რა მაგრად არის შემწვარი. აი გეტყვით მაგალითად რატო უნდა ცოდნა ბუნებაში საკვების მომზადებას. ცოდნა რატო უნდა. უცებ დაიბრატა როგორც ნახეთ თავიდან, ამიტომ კი არ უნდა ვთქვათ რომ მომზადა და ამოვიღოთ. არა. უნდა ვეცადო რომ ხშირად გადმოვატრიალოთ რომ შიგნიდანაც მომზადეს რბილად და კარგად. მინდა გითხრათ ჩემ ჩაცმულობაზე 1-2 სიტყვა. ამას ალბათ ხედავთ. ეს არის მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ არსება, რომელიც თავ დაუზოგავად როგორ ვთქვათ, მოღვაწეობს ჩვენ სამყაროში. ეს არის კალოში მეგობრებო. კალოში რამდენი დადებითი რამის თქმა შემიძლია ამ კალოშზე. ჯერ ხო ძალიან მაგარი პრაქტიკულია. რაში მდგომარეობს ამის პრაქტიკულობა? შეხვედი, გაიძრე, მორჩა. ანუ მოხრა საერთოდ არ არის საჭირო ამის ჩასაცმელად. ეს ერთი დადებითი მხარე. შნურუკები ესე რომ ვთქვათ, არა. ეს მეორე დადებითი. ტალახში გაივლი, არ გენანება. 2 წამში ირეცხება. წყალში გაივლი, არ სველდება. არ იხევა მეგობრებო, მეოთხე დადებითი რაღაცა. რა გითხრა? ასევე ძალიან იაფი. 5 ლარირის მეგობრებო, ერთი წვილი ყოველ თვე ვცვლი, ყოველ თვე. თუ ახალ და ახალ ვყიდულობ, თვეში ერთხელ. რა გითხრა? ძალიან მაგარია მეგობრებო კალოში. სუპერი, ნახეთ რა მაგარია. იმდენ დადებითს ვერ ჩამოთვლით, რამდენიც ამ კალოშს აქვს. თქვენ ფეხსაცმელზე ვერ ჩამოთვლით ამდენ დადებით. სველდება? კი ბატონო, სველდება. თქვენი ფეხსაცმელი ეს არა. როგორ იწვება. შემოვატრიალო. ისე კარგია. კარგი, შეიძლება კიდე. ასევე გავაგზავნოთ ჩემ ჩასრულობაზე საუბარი. სულ მაქვს მეგობრებო 3 ცალი მაიკა და 2 შავალი. არ იფიქროთ რომ ყოველთვის ერთი და იგივე სიცმევს რაღაც. არა, 3 მაიკა მაქვს, ერთი და იგივე ეს არ ჩავიცმევ არასდროს. 3 მაიკა მაქვს, ვრეცხავ, ვიცმევ, 3 დღეში ერთხელ ვრეცხავ, ვიცმევ და ასე. შეიძლება ხშირად ნახოთ ეს მაიკა. ამიტომ ჯობია რომ აქედანვე იცოდეთ რა ხდება. და კალოში მეგობრებო, ნახეთ. როგორ ბზინავს. 1 წამში იწმინდება მეგობრებო, 1 წამში. ზუსტად. თუ გინდათ ერთხელ ჩენეც გავაკეთებ.
რამდენად სწრაფად შეგიძლია გაწმინდო კალოში. კარგი მეგობრებო, ვაიმე. ნახეთ რა მაგრად იწვება. ნახეთ მეგობრებო. სუპერ კუპერი. მიდი ლომო, მიდი. იწვება ჩვენი სადილი. რაღაც სადილი უკვე გამდება, მაგრამ მაინც ხო იწვება. ძალიან მაგრად თან. ახლა კი ჩავყრი მეგობრებო პომიდორს. სახში გავრეცხე ესეც და ისე წამოვიღე. აი ესე მეგობრებო. ამ პომიდორსაც შევწო ძალიან მაგრად. ეხლა ზუსტად ის დროა. ეხლა პომიდორი უნდა ჩამეყარა. საიდან ვიცი? მიხდებით თქვენს თუ ისწავლით ბუნებაში სადილის მომზადებას. რა მაგარია რა მეგობრებო. ძალიან მაგარი, მე მომწონს. ეხლა ზუსტად ის დროა, მარილი რომ მოუნა მოვაყარო. ეხლა გადმოვატრიალებ. ვაიმე რა მაგრად შეიწვა უკვე. ეტყობა მეგობრებო. რომ უკვე ძალიან რბილი არის. აი ესე. გადმოვატრიალებ და აქეთ ამ მხარესაც ცოტას დავაყრე. გარი შეიწვას. მორჩა, თას მოიფარა მზე. პომიდორის ძალიან მაგრად იწვება. ნახეთ როგორ შიშხინებს. როგორც ხედავთ, ჩვენი ქათამი შეიწვა იდეალურად სოკოსთან და პომიდორთან ერთად. ნახეთ, მეორე მხარეს როგორ გამოიყურება. აი, ამოვატრიალებ. ძალიან რთულია იცოდეთ, რომ ბუნებაში აი ესეთ დონეზე რომ შეწვა ქათამი. არ დაგეწვას, მოიხარშოს შიგნიდან და გამოვიდეს ძალიან გემრიელი. ეხლა დავაგემოვნებ ნენელა. იდეალურად შევწვი ქათამი ბუნებაში. მზე ჩავიდა როგორც დაინახეთ და სულ ასე ვთქვათ ჭრდილში ვართ. დავაგემოვნებ პირველ რიგში სოკოს მეგობრებო, აბა. ვაიმე. მეგობრებო. ერთი არის წვნიანი, მეორე კი უწვნიანესი. ეს სწორედ ის არის უწვნიანესი მეორე ვარიანტი. და ეხლა დავაგემოვნებ ქათამს მეგობრებო. აი. ვაიმე რა მაგრად შეიწვა. ნახე აი. თევზის გემო რატო აქვს? არ ვიცი, მაგრამ ძალიან გემრიელია. ძალიან მეგობრებო, ნახეთ. ნახეთ რა მაგარია. ნახეთ, ვაი. ჩავკმიჩო ხა. ვაიმე. მეგობრებო. ძალიან მაგრად შეიწვა. ძალიან მაგრად. აი, სოკოც. უგემრიელესი მეგობრებო, უგემრიელესი. ვაიმე.